აჭარის მთებში არის თითო სოფელში არის თითო მეჩეთი და რაც უფრო აი ხევში რო შეხვალთ და შეყვებით აი ესეთ პატარა სოფლებია რომელშიც არის ძალიან ესეთი სახლია რომელსაც გარედან რო შეხედავთ არაფერი არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი სახლია თუ ვინმეს არ კითხეთ მეჩეთი სად არის უბრალოდ ვერ იპოვეთ თქვენ თვითონ ხო რამოდენიმე არის რომელსაც მინარეთი აქვს ზოგადად ძალიან მაღალია ზოგადად თვითონ შენობაზეა დადგმული ეს პატარა მინარეთი მაგრამ ბევრგან არის უბრალოდ ჩვეულებრივი სახლი შიგნით რო შედიხართ არის ძალიან განსაკუთრებული იმიტომ რომ ყველა არის სხვადასხვანაირად მოხატული ორ მეჩეთში არის გემი დახატული რომელსაც თურქული დროშა აქვს ანუ ეს არის ოსმალეთის დროს 1800-იანის ბოლოებში აშენებული და მოხატული მაგრამ არავინ არ ვიცით რატო აქვს გემი მაგალითად მოხატული და ვინ მოხატა თურქები ჩამოდიან აჭარაში რომ ნახონ ეს მეჩეთები იმიტომ რომ თურქეთში აღარ არის დარჩენილი არც ერთი ხის მეჩეთი ანუ იქ რადგან რელიგია უფრო აქტიურია ფული არსებობს ამისთვის ყველგან სადაც იყო ესეთივე ხის მეჩეთი ისინი დაანგრიეს და აშენეს ახალი ქვის მაგის მაგერად ანუ ჩვენთან არის შემორჩენილი ავთენტური 150 წლის ზოგი 200 წლისაც არის რამდენადაც ვიცით ყველაზე უკანასკნელი რაც აშენდა დაახლოებით 1907 წელს არის აშენებული თან არის ისეთები მაგალითად რომელიც თან მიაქვთ იალაზე და ზაფხულობით მიდიან მთაში და თან მიაქვთ ანუ ლეგოსავით აწყობენ და იქ ზაფხულში იქ აქვთ თვითონ შენობას აშენებდნენ იქაურები სოფლის ხალხი გეგმა არსებობდა ეს მაშინ ოსმალეთის ნაწილი იყო აჭარა და ცენტრალიზებული და თითქმის საბჭოთა კავშირის ნაერი იყო რომ ცენტრალური გეგმა ჰქონდა და რომ ჩაივლით სოფლებს თითქმის ყველგან ერთნაირი შენობა ანუ ორსართულიანი აივანი აქ წინ შესასვლელი ერთი და იგივეა და მაგრამ შიგნით რო შეხვალთ მე როგორ ჩუქურთმა მოხატულობა ეს ყველაფერი სხვადასხვა ანუ რას აკეთებდნენ რომ ცენტრალური გეგმით აგებდნენ თვითონ სოფლის ხალხი მაგრამ ჩუქურთმა და ხეზეჭრა თვითონ არ შეეძლო და ეს უმეტესობა რომ ლაზები მოიყვანდნენ და ისინი აკეთებდნენ ჩუქურთმას და მოხატულობას და შემდეგ ამ გალამაზებას რაც უფრო შიგნით აჭარის აღმოსავლეთში ხართ მით უფრო რელიგიური ხალხია მით უფრო მუსულმანურია მაგრამ უფრო მოხუცებიც არიან იმიტომ რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა წამოსულია ერთი ახალგაზრდა ვნახეთ ქავარო რამოდენიმე თვეო დანარჩენი თურქეთში ვარ ჩაისკვრიფაო უმეტესობა არიან 70-80 წლის მოხუცები მე მგონი ძალიან ძნელი იქნება მათი შენარჩუნება თუ რაღაც სასრები არ მოიძებნა თვითონ ხალხი ამას მე მგონი ვერ შეძლებს ახლა ისედაც შემცირებულია სოფლების რაოდენობა სოფლებში ხალხის რაოდენობა და ეს ყველაფერი უბრალოდ ალბათ დარჩება ეგრე და რაღაც პერიოდის მერე ზოგი დაიშლება თვითონ დაინგრევა არის მაგალითად ქობულეთის რაიონში არის ერთი მეჩეთი ხის, რომელიც შეტანილია ნუსხაში. და რახან ნუსხაშია რაღაც ფული არსებობს იმისთვის, რომ ვთქვათ რაღაცა დენი შეიყო ანონიკ, მაგრამ თუ გასაკეთებელია რაღაცა გააკეთონ, სანამ დაიშლება. და ახლა იქ ზემოთ სოფლებში უბრალოდ არ არსებობს ასეთი რაღაცა ნუსხაში შეყვანა, არავის არ უნდა. მუფთის სახსრებიც ზღვარი არის. ახლა როცა სოფელში 20-30 კაცია, ძნელია სახსრების გამონახვა.